მოგესალმებით მათემატიკის მოყვარულებო. ამჟამად დავიწყებთ პროპორციაზე. პროპორციის შესახებ ვილაპარაკებთ. პირველ რიგში მინდა გთხოვოთ, რომ გააზიაროთ ყველა ვიდეო მათემატიკის შესახებ, იმიტომ რომ ყველა სჭირდება მათემატიკა, თქვენ დაგჭირდება, თქვენ შვილებს, თქვენ შვილიშვილებს. ყველას არ აქვს მომზადების საშუალება, ნათესავებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ყველას დაგჭირდებთ, ამიტომ გააზიარეთ. ერთხელ მე ჩემი 7 წლის შვილიშვილს ვუთხარ, რომ მე შენს შვილებსაც მოვამზადებ. თქვენ შვილებსაც ორივეს უთხარი, 7-9 წლისას. და თქვენ შვილიშვილებსა და იმათ შვილებსაც მეთქი. იმ წუთში მითხრა ბიჭმა პატარა. თქვენო მაშინ მკვდარი იქნებითო. ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ეხლა მართლა სადღაც ეს რეალობა თუნდა ვაქციო. ძალიან დიდი იმედები მაქვს TikTok-ისა და სხვა Facebook, სხვა ინტერნეტ სივრცის. ბოლო მაგალითს ვიტყვი. ბოლო 2 დღეს წინ გამოქვეყნებულს რამდენიმე, 1000-ობით ნახვა აქვს და ერთ-ერთს 90,500 ნახვა ჰქონდა უკვე 2 დღე არც არის გასული. 91,000 თუ 90,000 რა მნიშვნელობა აქვს. სამ ვიდეო დამთავრდება, შეიძლება 100,000-იც კონდეს. გავაზიაროთ, მეც იმედია თანდათან კიდევ დავადგენ სხვა კანონზომიერებას, რომ უფრო ბევრი და ბევრი ნახვა კონდეს. დავადგენ კანონზომიერებას. პირველ რიგში პროპორცია. ორი შეფარდების ტოლობას პროპორცია ეწოდება. აი ამ ჩემთვის ცნობილ და ჩემი აბიტურიენტების და მოსწავლეებისათვის ცნობილ წესების წიგნში, რომელიც გამოქვეყნებული მაქვს TikTok-ზეც და Facebook ჯგუფებში და გვერდებზეც, ეს წესი არის 32 წესი. სულ რამდენიმე სიტყვა არის, ისე როგორც პროპორციაზე წინა ვიდეოს სულ 5 სიტყვიანი იყო, ზუსტად 5 სიტყვიანი და ამის შესახებ ლაპარაკობ დანარჩენს. და მე აღწია, როგორც აღნიშნე, 90,000-ზე მეტ ნახვას, 91,000-ს სავარაუდოდ. რა არის ახლა ეს პროპორცია? აქაც ერთი პატარა წესია, ორი შეფარდების ტოლობას პროპორცია ეწოდება დამთავრდა. მარტო წესების დამახსოვრებას, დაზეპირებას აზრი არ აქვს. ამიტომ გავარჩევ სადღაც 10 წუთიან ვიდეოს ჩავწერ, 10-15 წუთიანს. შეიძლება 20-იანიც ეხლა თანდათან ვისწავლე. ადრე ბევრი იმას არ მიტვირთავ და TikTok-ით ეხლა ვისწავლე თანდათან 20-25 წუთიან ვიდეოს. პროპორცია. აშეფარდებული. აშეფარდებული b-თან და c-შეფარდებული d-თან გვაქვს. აი ამათ ტოლობას ეწოდება პროპორცია. მაგალითზე განვიხილოთ. 10 შეფარდებული 2-თან, 1 შეფარდება მეორე 15 შეფარდებული 3-თან. ეს გაყოფას ნიშნავს, ან შეფარდებას ეს ხაზი. 10 გავყოთ 2-ზე 5, 15 გავყოთ 3-ზე 5. ესე იგი ტოლია, ესეც ტოლია, ამას პროპორცია ეწოდება.
აი შეფარდება პარალელურად ჩავწეროთ აი ასე წერტილების სახით, რომ კარგად გავიგოთ. A გავყოთ B-ზე, აი ეს წილადის ხაზი, როგორც აღნიშნეთ, იგივე გაყოფა. უდრის C გავყოთ D-ზე. A გავყოთ B-ზე, უდრის C გავყოთ D-ზე. A-სა და D-ს კიდურა წევრები ეწოდება, კიდური წევრები თქვა. B-ს და C-ს შუა წევრები, ან შიგა წევრები, როგორც გინდა. აქ უფრო ადვილია ამის დანახვა. და დაზეპირება, აი კიდურებში არის ეს წევრი A და ეს D. კიდურა წევრები. და შუაში არის ეს წევრები. AS-ა და AS. ეხლა აქედან რო თქვა კიდურა წევრების ნამრავლი, შუა წევრების ნამრავლის ტოლია, ან შიგა წევრების ნამრავლის ტოლია. რატომ? შევხედოთ აქ. აქ კიდურები არის ეს A და D, როგორც თქვით, იქიდან A და D. აი ეს ჯვარედინად. და შუა წევრები არის ესენი B და C. და შენც მომისმენი, კარგია, უყურე. კიდურა წევრებია, ორის შეფარდება 10 გავყოთ 2-ზე უდრის 15 გავყოთ 3-ზე. 10 და 3 კიდურა წევრებია, 15 და 2 შუა წევრები. 10 გავყოთ 2-ზე 5, 15 გავყოთ 3-ზე 5. კარგი ხო ესე? კარგი. ეხლა აი ამათი ნამრავლი 10 გავამრავლოთ 3-ზე. კიდურა წევრების ნამრავლი 10 გავამრავლოთ 3-ზე. უდრის 15 გავამრავლოთ 2-ზე. ესე იგი, კიდურა წევრების ნამრავლი უდრის შუა წევრების ნამრავლს. აი ესე ჯვარედინი ნამრავლი. აი ეს რიცხო წევრი რომ ამაზე გავამრავლოთ, უდრის ეს წევრი რომ ამაზე გავამრავლოთ. ან აქ უფრო ადვილია. აი ეს აგავამრავლოთ D-ზე. უდრის აი ამ შუა წევრების ნამრავლს. აი რატომ უდრის კონკრეტულმა მაგალითმა გვაჩვენა. მოდი ეხლა აქ დავასაბუთოთ ეს ამ მაგალითზე. ხო, 10 შეფარდებული 2-თან უდრის 15 შეფარდებული 3-თან. შეგიძლია შენც იაქტიუროთ, სანამ ეცოდინება დავიწყოთ, მომისმენთ, ჩავწერო, გავახაროთ ხალხი. ეხლა ორივე მხარე ხომ ვერ იტყვი, რაზე გავამრავლოთ, რომ ეს მნიშვნელი ნაწილადები ჯერ დაწვრილებით არ გვინდა, არ გვისწავლია ჩვენ. ორივე მხარე გავამრავლოთ 6-ზე. ისეთ რიცხვზე, რომ 2-ზეც იყოდა და 3-ზეც. 2-3 6. და გვექნება 6 გავამრავლოთ 10 შეფარდებული 2-თან, უდრის 6 გავამრავლოთ 15 შეფარდებული 3-თან. ეხლა კი არა ვთქვათ, ზოგიერთმა დამწყებია და როგორ გაძო რატო წერს პირდაპირ 10 გავყოთ 2-ზე, 15 3-ზე პირდაპირ ჩაწეროს 5-იო. არა, უბრალოდ მინდა რომ კარგად გაიგო. ახსნა და გაიგოთ. რომ იქაც ის იმ მაგალითს უნდა დავამტკიცოთ. 6 გავყოთ 2-ზე, აი ესე რომ გადავუსვათ ხაზზე, აქ 1, აქ 3, აქ 30 უდრის, აქ 1, აქ 2. 2 15 30. ესე იგი, კიდურა წევრების ნამრავლი უდრის შუა წევრების ნამრავლს. გაიგე ხო? შენც. წევრების ნამრავლი. გაიმეორება შუა წევრების ნამრავლს. კიდურა წევრების ნამრავლი უდრის შუა წევრების ნამრავლს. შენ მოგვესწარი, დადექი და შენც მოგვისმინე ვიდეო პირდაპირ წერეთ ვიდეოს, სანამ ეცოდინება დავიწყოთ, დავამთავრებ. არა და ჩვენი საკითხი ესეც. მალე გადავალთ ამ იმაზე პროპორციებზე. კარგი. აი ახლა აი ამ სახით ჩავწეროთ. აი ეს უფრო ადვილია. A შეფარდებული B-სთან უდრის C შეფარდებული D-სთან. აი თუ მიხვდები აქ ორივე მხარე გავამრავლეთ რაღაცაზე. აქ ორივე მხარე რაზე გავამრავლეთ?
შენც მოდი და უყურე აქ მანდან უყურე არ გამოჩნდება ორივე მხარე რაზე გავამრავლოთ ორივე მხარე გავამრავლოთ აი აქ აბა მითხარი ორზე არა აქ გავამრავლეთ ორზე აქ ორზე სამს კაი ამათ ნამრავლზე ორისა და სამის ნამრავლზე გავამრავლოთ b გავამრავლოთ d-ზე და გავასუფთავოთ პატარები ხართ გეპატიები. არის მას. b გავამრავლოთ d-ზე. პატარები ხართ ჯერ წელადებით არ გისწავლიათ სკოლაშიც არ გადასულხართ, არა? მე ვიცი. არა, შენ იცი, მაგრამ მეცადინოთ, მაგრამ ხომ არ გადასულხართ ჯერ, არა. კარგი. ეხლა უყურე. ამის ანალოგიურად რა უნდა დავწეროთ? bd, აი აქ როგორც 6 აქაც მიუწერეთ, აქაც. ანუ ეს bd აქაც უნდა მიუწეროთ და აქაც. ანუ bd შეგიძლია მიკარნახოთ გავამრავლოთ აშეფარდებული b-სთან მოდი და უდრის ტოლია bd გამრავლებული c-ს bd გავამრავლოთ c-შეფარდებული d-სთან კაი შენც გეტყვი კარგია ჯერ მეცადინებამდე გვაქვს დრო და მომისმინე მანამდის საინტერესო საკითხებს ხსნით მალე გადავალთ ამ იმაზე კარგი ეხლა შეიკვეცა b გაიყო b-ზე, b გაყოთ b-ზე 1 d გაიყო d-ზე 1 აქაც და დაგვრჩა d-ა b-c d-ა უდრის b-c-ს ანუ d ხო უდრის b-c-ს მოდი ჯერ ესა ჩავწეროთ ლამაზად გამოითქმება b-c უდრის d-ას ან ades კიდე bc უდრის ამათ ადგილები შეუცვალოთ ades ეგრეთ შეიძლება მას ხო მას ასეთ შეიძლება და შენ რაგამდე დავიხარ ნულ კურსელები ხარ და პირველ კურსელები სტუდენტები და ისინი კი ვერ ბედავდნენ რომ ეთყოდი რაღაცას მუნჯურად დაფაზე მიწევდნენ მეუბნები არ გამოგაჩენ გვარი სახელით არ მოგმართავთ და აღარ ვიწერ იმათთან აღარ ვიწერ იმას ვიდეოს რომ ცხენიათ თუ საჭიროა თქვენთანაც ჩავწერ ხოლმე მე იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესებს წილადები და მათემატიკის საფუძველი ხერხემალია ჯერ ბევრი რომ არ გავაგზელოთ ბავშვებო პროპორცია აქედან წარმოებული პროპორციები არის ძალიან ბევრი სხვა და უბრალოდ ერთ-ერთი ძირითადი ესა რომ კიდურა წევრების ნამრავლი უდრის შუა წევრების ნამრავლს და ერთ-ერთ ამის მაგალითს ამ იმის ფორმულების გამოყენებით ერთ-ერთ მაგალითს ამოხსნით ეხლა და დავამთავრეთ რომ ბევრი რო გაგრძელდეს არ შეიძლება არ არის ლამაზი რატომ ოდეს ტურფა გაიებდეს აღარ აღის არც საჭირადო ხო ხო გენაცვალე x-ი შეფარდებული 5-თან არა ერთვლადიანი ამოხსნათ 4 შეფარდა ამითხარ ნებისმიერ რიცხვს 4 შეფარდებული y-თან არა ერთვლა არ მის 4 შეფარდებული 3-თან თქვათ ეს არის პროპორცია ანუ ტოლია თუ პროპორცია ხომ ვერ მეტყვი როგორ რათვისება გამოვიყენოთ თქვენც აქტიურად გოგონებო ნუ ცხენიათ არ ვიტყვი თქვენ გვარ სახელს არაფერს არ შეიძლება x ნუ ჩავშვი ხანაგები x-ი შეფარდებული 3-თან აბა რომლებია კიდურა წევრები როგორი ნამრავლი უნდა განვიხილოთ ჯვარედი და 5 და 4 ესე იგი 5 და 4 x-ი და 3 ანუ 3 გავამრავლოთ x-ზე უდრის 4 გავამრავლოთ 5-ზე დია 5 გავამრავლოთ 4-ზე კი ერთი წუთით გენაცვალე x-ი უდრის პირდაპირ შეიძლება ჩავწეროთ რომ 20 გავყოთ 3-ზე მაგრამ თუ დიდი რიცხვები არ გადაამრავლოთ შეიძლება შეიკვეცოს გესმის აი ასე ჩავწეროთ არ იკვეცება ახლა 5 გავამრავლოთ 4-ზე შეფარდებული 3-თან ეგ უდრის 5 20 გავყოთ 3-თან უდრის 6 და 20 გავყოთ 3-ზე 6 6 3 18 2 თელის გაყოფა დამთავრდა კაირა მოდი აჰა შენ გელოდი ჩემი შვილიშვილიც მოვიდა
გაბრიელიც მოვა ცოტა ხანში, ცოტა როცა მოვა და კაი, ერთი წუთით, ხმაური არ გვინდა, მალე დავამთავრებ. ჩვენი საქმეა ესეც. მარიამ, ისო შენც აქ უყური, მოდი. მოდი. ნუ ესენი შენს გამოგადგება. ეხლა 20 გავყოთ 3-ზე, ეხლა მთელის გაყოფა დამთავრდა. 20 რო გავყოთ 3-ზე. 20 რომ გავყოთ 3-ზე, ეგ არის 6. ქვი, 6. ეხლა მთელის გაყოფა დამთავრდა, დავწერე მძიმე. ამის მერე ეს ნული სადან გაჩნდა? კი ვერ ამბობენ, სადან გაჩნდა ეს ნული? არის. აი აქ ხომ მძიმეა, ჯერ აწილები არ გისწავლია თქვენ რა თქმა უნდა და ნუ აქ მძიმის მერე 0 რამდენი ნულის გინდა მიუწეროთ, ამას მერე ვისწავლით. არ შეიცვლება არაფერი, შეიძლება. და 20 რო გავყოთ, ჩამოვიდა ეხლა გახდა კიდე 20, კიდე გავყოთ 3-ზე 6, 6 ჯერ 3, 18, გამოვაყოლოთ 2, 1 წუთით, 20, კიდე 20 გავყოთ 3-ზე 6, 6 ჯერ 3, 18, სადამდე გავაგრძელოთ? 6. ანუ ეს x არის 6 და ასე შემდეგ. და ეს ნიშნავს ეხლა ნუ თქვენ შეგიძლიათ ამაზე არ მოусმინოთ, ჯერ ადრეა თქვენთვის, უსასრულო პერიოდული 10 წილადი. მძიმით რო არ უსასრულო პერიოდული 10 წილადია. და წერთ 6 მძიმე 6. 6 მძიმე 6. 6 თელი და 6-იც პერიოდში. აი განტოლების ამოხსნის დროს გამოგვადგება რაც გინდა იყოს ჯვარედინი ნამრავლი, თუ ასე ჩაწერილია, მაშინ კიდურა წევრების ნამრავლი, შუა წევრების ნამრავლი. ან ჯვარედინი ნამრავლი დავიმახსოვროთ, აი ეს ასე რომ იყოს ჩაწერილი, x-ი წერტილებით გავყოთ 5-ზე, უდრის 4 გავყოთ 3-ზე. მაშინ კიდურები 4 გავყოთ? ხო, 4 გავყოთ 3-ზე. მაშინ კიდურა წევრების ნამრავლი, ამის და ამის ნამრავლი, მაგისა და მაგის. არა, ამისა და ამის ნამრავლი. ტოლია ამათი ნამრავლის. ეს ამათი ნამრავლი, ამათი ნამრავლის. აი, ჩვენი მეცნიერების დროს დადგა. მაგრამ კარგი, გამოემშვიდობოთ. კიდევ გიგთხოვთ, რომ გავაზიაროთ და გავაზიაროთ. დიდი მადლობა ყველას. კარგად ზანდებოდეთ.